არ ვაპირებ ამ მოსმენას, ნამდვილად არ ვაპირებ მსგავსი დემაგოგიის მოსმენას დღეს სამწუხაროდ. ეს არ არის სწორად საუბრობთ კონკრეტულ кейსზე და საუბარი მიყვავს რომ სოფლიოს მასონები მართავენ და ასე შემდეგ. სიტუაცია არის შემდეგი. დღეს რეალურად მე ძალიან გამიხარდება. თუ შეიძლება მე ძალიან მიხარია და გამიკვირდება რომ თქვენ მოგწონდეთ დღეს ქართული ოცნება. ძალიან გამიკვირდება რომ თქვენ მოგწონდეთ ქართული დავასრულოთ. მე თქვენ არ გეშებოდით. რა თქმა უნდა. სიტუაცია არის შემდეგნაირი. დღეს მოცემულობა გვაქვს აბსოლუტურად სხვანაირი. სამწუხარო რეალობაა, რომ სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინება არ ხდებოდა და კონკრეტული ტელევიზია ჩემი შეფასებით გადაიქცა ნაციონალური მოძრაობის პრეს-სამსახურად. მაგრამ ამ მოტივიდან გამომდინარე, რომ ეს ტელევიზია ემსახურებოდა ერთადერთი პარტიის იდეოლოგიას, შესაბამისად ცდილობენ, რომ ეს კერძო დავა, რაღაც ბატონი დეფი დღეს გადაიტანოს რაღაც სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ ჭრილში. რაც ესე ნამდვილად არ არის. დამანახეთ ერთი კონკრეტული დეტალი, არა პოლიტიკური მიმოხილვა. შეიძლება გამოიძიებენ და მაგას თუ გამოიძიებენ დაგიდებენ, მაგ ბარბარა რაფალიანსაც გამოიძიებენ. დამასრულებინეთ. დამასრულებინეთ თუ შეიძლება. არ ვაპირებ აკვეთ ამ გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე ამაზე დაგჭირდება ძალიან დიდი დრო მე და თქვენ დამიჯერეთ. ეხლა ამის დრო არ არის. დამისახელეთ ერთი კონკრეტული кейსი, ერთი კონკრეტული დეტალი თუ რაში იგრძნობა შპს რუსთავიორის შესახებ სახელმწიფო მაპატიეთ სასამართლო დავაში სახელმწიფო როლი. ნიკა გვარამიას განცხადება ამბების შეზღუდვებიდან დაწყებული გვარამიას განცხადები დამთავრდა. ეს საფინანსო შეზღუდვა არ შეეხო მხოლოდ რუსთავიორს, ეს შეეხო ყველა ტელევიზიას. ეს არის კანონი. ეს არის კანონი, რომელიც შეეხო ყველა ტელევიზიას. გაგვეულ ტიპის დარეკლამო ზღვარი. თუ შეიძლება ძალიან დიდი არ ვაპირებ აუყვე თქვენს პათოსს. აქ საუბარია კონკრეტულ кейსზე და რას ითხოვთ? ძალიან მაინტერესებს რა. ემოციებზე საუბარი. მართლა ძალიან არა. კარგი, უპასუხებ თუ შეიძლება. რაც შეეხება თქვენს მიერ ჩამოთვლილ მე შემიძლია თქვენ მოგილოცოთ, თქვენ ნამდვილად გადახვედით საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში, სადაც არის სიტყვის თავისუფლება ნამდვილად. სადაც პოლიტიკური ნიშნით თქვენ ეთქობა. ბოძზე გაკრული პლაკატისთვის პოლიციას რომ ეკავათ, ხო? A4 ფორმატი. Facebook-ზე პოსტიც გამოხდებოდა პოლიტიკური ზეწოლა კი არა, 1000 კატასტროფა. მე ძალიან არ მიყვარს საუბარი წინა რაღაც წარსულ პერიოდზე, მაგრამ მე ყოველთვის მე ჩემზე მაქვს საუბარი და მე მინდა რომ ვისაუბრო აწმყოზე და სამომავლო პერსპექტივაზე. ძალიან გთხოვთ, ნუ ვიტრიალებთ ჩვენს კავკასიურ ცარცის წრეზე. ავწიოთ პოლიტიკური სტანდარტები ცოტა მაღლა. ეს არის ჩემი ძალიან დიდი სურვილი. კვერცხები და საღებავები გამღამობით ოფისებში. ეგ არის რას ითხოვთ ბატონო გიორგი, როდესაც გეტყვით, მე ხომ გისმენდით თქვენ. ვრცელდება კადრები, რომლებიც თუ შეიძლება არ ვიცი, დამასრულებინეთ მე თქვენ არ გეჩრებოდით, დამასრულებინეთ თუ შეიძლება. დამასრულებინეთ. ხდებოდა რა? იყო მსგავსი ფაქტები ნამდვილად. შემდეგ იყო რომ ეს იყო თურმე რაღაც დადგმული, არა თურმე ხდებოდა ციხის გარეთ და ეს კადრები ვრცელდება დღეს და ადამიანს აქვს ემოცია ამაზე. აქვს ადამიანს ემოცია და სიზღე. თქვენ ამ ყველაფრის მერე კიდე ითხოვს ნაცმოძრაობა რომ ხარს დაუჭერს მოსახლეობა. მერი აჩვენებდა ადგილობრივ საკადრებს. სწორად მიგაჩნდა. უფლება დამცეს სოფო ხორბუას მიგავს. არანაირი დემაგოგია. ეს არის დემაგოგია. გეკადრებთ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მასტერკლასს ატარებთ დემაგოგიას. ძალიან დიდი. ზუგდიდის მერი ესწრებოდა სადიზმის ჩვენებას. ეს ნორმალურია თქვენ? საშინელება და ფილმი რომელიც თავარი გმირები არიან ის პერსონები, რომელსაც დღეს თქვენ წარმოადგენთ ჩემს რაღაცა ელემენტარული მაინც გაიგოთ. ეს თუ არის დემაგოგიის კლასიკური ნიმუში და იყოს ეს დემაგოგია თუ მოსახლეობა გამოხატავს ემოციას იმაზე, მაპატიეთ თუ შეიძლება რეალურად იყოს საქართველოში. ეს იყო ჩვენი უახლესი ისტორია. სამწუხაროდ მაპატიეთ, სამწუხაროდ ეს შევა საქართველოს უახლეს ისტორიაში. სამწუხაროდ თქვენ ის პროცესები რომელიც დღეს ვითარდება როგორც დედაქალაქში, ასევე სხვადასხვა რეგიონებში თუ არ მოხდება უახლოეს პერიოდში ამ სიტუაციის განმუხტვა. მადლობა. ჩემი მთავარი, მოდი ასე ვიტყვი, მესიჯი ამ შემთხვევაში იქნება ის, რომ ორივე მხარეს თუ სამივე მხარეს მნიშვნელობა არ აქვს მხარეს ამ შემთხვევაში. სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა იყოს ნომერ პირველი ამოცანა ყველასთვის. პატივი ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტს სასამართლოს და ზოგადად ყველა მიმართულებით იყოს სახელმწიფოებრივი განცდა, რომ აქ დღეს ხდება სახელმწიფო ინტერესი, სახელმწიფო ინტერესი არის ის, რომ არ ხდება ჩარევა ბიზნესის საქმეში და ნუ ითრევს სახელმწიფოს მხარაჩი კადრებზე მინდა რომ ძალიან მოკლედ უპასუხო, ხომ მნიშვნელოვანია ეს. რა თქმა უნდა, ბატონო გიორგი, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამის გავრცელების, იმიტომ რომ არ მომწონს მე ამას. პარტია აკეთებს. თუ შეიძლება ამას პარტია არ აკეთებს, ამას თუ შეიძლება. ამგებელია ოთარ. თუ შეიძლება. გიპასუხებ თუ შეიძლება. ხო, საუბრობ ამ საკითხებზე. მე თვითონ დავიწყე ამ თემაზე საუბარი ბატონო გიორგი, ხომ?
ჩემი სუბიექტური აზრი ობიექტივი ატრიალებს ერთ-ერთს. ამის ობიექტივი მე არ ვიცი, ეს არის კერძო ტელევიზია, მას თავის საქმე, კი ბატონო, მიხედავენ სხვები, ეს ჩემი კომენტაცია არის. მაგას ნამდვილად არ გაბრალ. ამის გავრცელება, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა არ შეიძლება, რა თქმა უნდა ეს როგორც მინიმუმ მძიმე საყურებელია, მაგრამ ეს არის ჩვენი პოლიტიკური მემკვიდრეობა და საქართველოს უახლესი ისტორია. მანიაკების მიერ ნაწამებული ქართველები. მე ამას ესე შევაფასებ და რეალურად სურათი. ეს არა მარტო 12-ში, 13-ში, ეს წლები გავა, 10 წლეულები გავა და ამაზე ილაპარაკებ. რას გულისხმობთ? წინააღმდეგი ხარ თქვი რომ ეს არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ხდება. ლოგიკა ამის. ლოგიკა ის არის ამაში. და ბერკეტი არ აქვს, ხელისუფლებას რო შეაჩერა. ლოგიკა არის ამაში. ის რომ დღეს პოლიტიკური ორგანიზაცია ითხოვს მოსახლეობისგან სოლიდარობას, ის პარტია, რომელმაც პოლიტიკური ნება დაუშვა, რომ ყოფილიყო საქართველოში გაუპატიურება, წამება და მკვლელობა. დღეს ეს ხალხი ითხოვს საზოგადოებისგან მხარდაჭერას. რისთვის? რომ ისე ვისმინოს სიცრუე, ისე ვისმინოს მთელი საქართველო რუსეთის აგენტურაა თურმე და რუსთავიორია დემოკრატიის შუქურა საქართველოში. პოლიტიკური ოპოზიცია რას ითხოვს ეს ძალა თემა? პარტიის პრესამსახური გახდა დღეს ტელევიზია, სამწუხარო რეალობაა. ის პირებები, რომელსაც ვხედავთ და ეს არის ძალიან ძალიან სამწუხარო. ეს რეაგირების გარეშე უნდა რჩებოდეს. არ უნდა რჩებოდეს და ეს არის ჩემთვის ძალიან სამწუხარო მძიმე ემოციური ფონი იმის, რომ მოსახლეობა ამას ვერ იგებს და რა თქმა უნდა ამას ვერ გაიგებს. თუ ამაზე არ მოხდა, ამაზე ადეკვატური რეაქცია ამას უნდა მოკლედ მოკლეს. მითხარი თუ შეიძლება. ბატონო დიახ. თუ ეს არ აღიქვეყნა და არ განცხადებენ რომ არ იქ რა თქმა უნდა მე წეგან საუბარი დავიწყე ამით რომ ყველა მოქალაქემ უნდა გაითავისოს სახელმწიფო ინტერესი და რეალურად კრიზისული სიტუაცია არის დღეს ემოციური ფონით საქართველოში შექმნილი და ეს უნდა გადაილახოს. ეს ეტაპი უნდა გადაილახოს. მინდა რომ მოკლედ